ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ლარის კურსის ცვალებადობაზე კომენტარები არ არის მის კომპეტენციაში. ჟურნალისტების კითხვაზე მინისტრი მედიას სხვა უწყებებისკენ ამისამართებს. ნოდარ ხადურმა ეს განცხადებები დღეს საკუთარი საქმიანობის შედეგების შეჯამებისას გააკეთა. თეონა ცხომელიძე შეხვდა ფინანსთა მინისტრს. თეონა უფრო კონკრეტულად რაზე ლაპარაკობს ნოდარ ხადურს? დიახ, ნოდარ ხადურმა დღეს განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტრო კომპეტენცია არ არის ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები და ასევე ამ საკითხზე კითხვების პასუხისგაცემა და ჟურნალისტებს მოგვიწოდა, რომ სხვა უწყებებს მიმართოთ, თუმცა კონკრეტულად არ დაუკონკრეტებია, რომელ სხვა უწყებებს გულისხმობდა, თქვათ იგულისხმება მხოლოდ ეროვნული ბანკი თუ სხვა სამინისტროები. დღეს ნოდარ ხადურმა განმარტა, რომ ლარის კურსის ყევასთან არანაირი კავშირი არ აქვს ბიუჯეტს და ბიუჯეტის გავლენა ნულის ტოლია. 2014 წლის ბიუჯეტი შესრულდება, შემოსავლები იქნება გადაჭარბებით შესრულებული 100%-ზე მეტი და უკაცრავად ხარჯებიც იქნება დაახლოებით 100%-ამდე. მე მინდა გირჩიოთ, რომ კანონმდებლობა წაიკითხო. გაუშვათ თუ არა ეროვნულმა ბანკმა შეცდომა? ვერ გეტყვით, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ეგ შეგიძლიათ კითხოთ იმ კომპეტენტურ ორგანიზაციებს. ჩემი აზრის არა, ფინანსთა მინისტრს არ აქვს კომპეტენცია, რომ შეაფასოს სხვა უწყებების საქმიანობა. ეროვნული ბანკის ხელში და ფინანსთა სამინისტროს ხელში არის ის ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლიათ ლარის კურსის სტაბილიზაცია. პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არის. რაც ეხება მოახდენს თუ არ მოახდენს გავლენას ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, კურსის ცვალებადობა ეკონომიკაზე ყოველთვის ახდენს ზეგავლენას. ექსპერტები და საბანკო სექტორის წარმომადგენლები ლარის კურსის ყევას უკავშირებენ სხვადასხვა ფაქტორებს, როგორც შიდა, ასევე გარეს. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ წლის ამ პერიოდში შემცირებული არის ტურისტთა და შესაბამისად უცხოური ვალუტის შემოდინება საქართველოში, ასევე რეგიონში ისინი ამბობენ, რომ მთლიანად ზოგადად ყველა ქვეყანაში შეინიშნება დოლარის კურსის გამყარება, ასევე ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში ლარის ახალი წონასწორობის კურსი დაფიქსირდება. ჩვენი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი, იქნება რუსეთი, უკრაინა, რომელიც ძირითადი სავაჭრო პარტნიორებია, იქაც ესეთივე რთული მდგომარეობა არის მართვალიტებთან მიმართებაში და საერთოდ დოლარი მსოფლიოში გამყარდა. ასევე არის ის სეზონური ფაქტორები, რომ შემცირებული არის დაუშვათ ტურისტული ნაკადები და ამით ვალუტის შემოსვლა, მაგრამ დადებითი იქნება ის, რომ წლის ბოლოსთვის ლარზე მოთხოვნილება ყოველთვის იზრდება. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ეს პირიქით იმოქმედებს. ლარის გაუფასურება, ასე ვთქვათ, აუცილებელიც კი არის ექსპორტიორებისთვის, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, თუმცა ასევე სხვა კუთხით თუ შევხედავთ, მაგალითად მათთვის, ვისაც ვალდებულებები გააჩნია უცხოურ ვალუტაში, ბუნებრივია დამძიმდება მდგომარეობა, ამ მხრივ მოგეხსენებათ 60% კრედიტების დაახლოებით უცხოურ ვალუტაშია გაცემული. ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემა ნაწილობრივ უკავშირდება სეზონურ ფაქტორს. წლის ბოლოს შობისა და ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დოლარზე მოთხოვნა იზრდება. მეორე მიზეზი და განსაკუთრებული გარემოება უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რამაც გაზარდა მოთხოვნა დოლარზე. საქართველოსთან ექსპორტი ისეთ ქვეყანაში, როგორიც უკრაინაა, შემცირდა, მაგრამ იზრდება ტურიზმის მაჩვენებელი, ასე რომ კურსის დაცემის ნაწილობრივი მიზეზი გარე პირობების ცვლილება გახდა. მე შეგახსენებთ, რომ ლარის გაუფასურების მაჩვენებელი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირდა, მსგავსი არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში. ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით ამ დროისათვის დოლარის ყიდვა შესაძლებელი არის 1 ლარა და 86 თეთრად და შესაბამისად, როგორც უკვე გითხარით, ვარაუდობენ ექსპერტები, რომ უახლოეს პერიოდში დაფიქსირდება ლარის ახალი წონასწორობის კურსი. დიდი მადლობა, ეს თეონა ცხომელიძე იყო.